ვინ გარდაცვლილა დედამიწაზე ისე, როგორც ეს ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის შემთხვევაში მოხდა. სიკვდილის სარეცელზე ვის ეხვივნენ გარს წმინდა მოციქულები. ვისი სარეცელის თავზე ბრწყინავდა გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ მორთმეული და ღვთიური ნათლით გაბრწყინებული სამოთხის რტო. ვისი სულის მისაღებად ჩამობრძანდა თავად უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე. არავისი, რაღა თქმა უნდა, არავისი. გარდაცვალების ნაცვლად ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ ქვეყნიდან გასვლას ნეტარ მიძინებას უწოდებთ. მასზე აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები. ამენ ამენ გეტყვი თქვენ, რამე თუ რომელმან სიტყვანი ჩემი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქ უნდეს ცხოვრება საუკუნოი და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრება. განა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სამსჯავროზე წარდგნენ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოციქულები ან მოწამეთა ურიცხვნიდასი. არა და არა, ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. მათზე იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები აცხადდება, რომელიც მან გამოცხადებაში გადმოგვცა პირველი და მეორე სიკვდილის შესახებ. პირველი სიკვდილი, მას დედამიწაზე შობილი ყოველი ადამიანი გადაიტანს. ეს სხეული სიკვდილია. მეორე სიკვდილი საშინელი, მარადიული სიკვდილია მათთვის, ვინც ცოდვებშია ჩაძირული და ვისაც ეკუთვნის უფლის სიტყვები. წარვედი ჩემგან წყეულნო ცეცხლსამა საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. მეორე სიკვდილი ცხადია უცხოა იმ წმინდანებისათვის, რომელთა გარდაცვალებაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას მიემსგავსა, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავებულად აღესრულა და რომელთა გარდაცვალებაც ნეტარი მიძინების დარი იყო. ასე განისვენა ბევრმა დიდებულმა წმინდანმა. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ხატის წინ მუხმოდრეკილმა მიიძინა ღირსმა და ღმერთშემოსილმა მამამ წმინდა სერაფიმ საროველმა. მის მსგავსად ხატის წინ დაჩოქილი მიიცვალა რუსულ მიწაზე გამწყინებული უდიდესი წმინდანი, მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი. ნეტარ იყო მრავალი წმინდანის ასასვლელი. ყოველ ლიტურგიაზე გვესმის და დღესაც მოვისმინეთ საშინელი სიტყვები. სიკვდილი ცოდვილთა იბოროტავს. რაოდენ ბოროტია ცოდვილთა აღსასრული. რომ იცოდეთ, ისეთი რამ აქვს ნანახი, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ. მე ვნახე, როგორ ყვდებოდა უბედური, შეჩვენებული დეკანოზი, ყოფილი მისიონერი, რომელიც შემდეგ ღმერთს განუდგა და ანტირელიგიურ პროპაგანდას ჩაუდგა სათავეში. რა საშინელი იყო მისი სიკვდილი. მისი გარდაცვალება წყეულ ჰეროდეს სიკვდილს გავდა, რომელმაც იოანე ნათლისმცემელი მოკლა. ის მატლებმა ცოცხლად შეჭამეს. მას ავსუნიან ადგილას კიბო ჰქონდა და უზარმაზარ ჭრილობაში მატლები ფუთფუთებდნენ. მისგან ისეთი სიმყრალე მოდიოდა, რომ მოვლაზე ყველა უარს ამბობდა. მძიმე, აუტანელი, მტანჯველია ბევრისათვის სიკვდილის წინამდგომარეობა. სამარცხვინო სიკვდილით ისჯებიან სამშობლოს მოღალატეები, ბოროტმოქმედები, მკვლელები, მათ სახრჩობელა ან ჯალათის კუნძი მოელით. ღობის ძირას ტალახში კვდებიან უბედური ლოთები. რა შემაძრწუნებელია ეს? დაგვიცვას უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ ცოდვილები ასეთი საშინელი და სამარცხვინო ხვედრისაგან. დაიყოს ჩვენი აღსასრული ოდნავ მაინც მიმსგავსებული ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის მიძინებისა. რა მომიმოქმედოთ იმისათვის, რომ ნეტარი აღსასრული მოვიხვეჭოთ და ჩვენი სიკვდილი ბოროტი არ იყოს. როგორ მოვიქცეთ, რომ შვიდად მივიცვალოთ. ცისკრის ლოცვებზე 6 ფსალმუნებისას წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნის დავითის სიტყვები არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთა ის. ცოდვები წყეული ცოდვები გვიფრთხობს სულიერ სიმშვიდეს. ნეტარი აღსასრული კი მათ ელის, ვინც ღვთიური მშვიდობა მოიხვეჭა. უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა თავის მოწაფეებს. მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ. მან ყველა წმინდანს, ყველას, ვინც უკან გაჰყვა მის მოციქულებს, თავისი ღვთიური მშვიდობა დაუტევა. ქრისტეს მშვიდობა სული სიმშვიდეა, მარადიული, ურღვევი მშვიდობაა. ის განუყოფლად დაკავშირებულია
უზენაეს სიბრძნესთან, სულიწმინდა სიხარულთან, რომელიც არავით არის შეურაცხყოფი, ფონების ჩამორთმევითა და ტანჯვით არ ირღვევა. მშვიდობა, რომელსაც სამყარო გვაძლევს, გარე თავდასხმების აცილებით მიღებული მშვიდობაა. იგი საკმაოდ მყიფეა. დღეს მშვიდობაა, ხვალ კი ომია. მაგრამ მარტო ხალხთა შორის ომი არ გვართმევს მშვიდობას. თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ვებრძვით. მშვიდობა, რომელიც სამყარომ გვიბოძა, ეს ხანმოკლე სიწყნარია ამ თავდასხმებს შორის. მხოლოდ ასეთ მშვიდობას არ ვსაჭიროებთ. ჩვენ ის მშვიდობა გვინდა, რომელზეც დავით წინასწარმეტყველმა 36 ფსალმუნში ისაუბრა. ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანაი და იშვებდნენ მრავლითა მშვიდობითა. ასეთი მშვიდობის დასამკვიდრებლად მარტოოდენ თამდაბლობა და მორჩილობა არ აკმარა. ამას ისინი მიიღებენ, ვისაც თვალთაგან მდუღარე ცრემლის დიდ. ეს ცრემლები მოედინება არა საკუთარი მწუხარების გამო, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრია. ეს წმინდა ცრემლები იღვრება ღრმა სინანულის შედეგად. ჩვენი ცოდვების გამო, ამ ქვეყნად გამეფებული ბოროტების, სიცრუის, ტანჯვის მიზეზით, უფალ იესო ქრისტეს არცნობისა და ქრისტეს ჯვრისადმი გულგრილობის გამო. ის, ვისაც ძალუց ასეთი ცრემლით ტირილი, მიიღებს ქრისტეს მშვიდობას, მარადიულსა და ურღვევს. რა გზით მივახციოთ მას? იმ გზით, რომელსაც პავლე მოციქული გვიჩენებს და გვეუბნება. ხოლო ამას გეტყვი, სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ. რამე თუ ხორცთა გული უთქვამს სულისათვის და სულსა ხორცთათვის. და ესენი მხდომარიან ურთიერთარს, რაითა არა იგი გინდეს, მას ყოფდეთ. საჭიროა სულიერი და არა ხორციელი ცხოვრება. ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სულისა და ხორცის განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს. უნდა მოვიხვეჭოთ სულის დიდებული ნაყოფი, რომელსაც პავლე მოციქული ასე გამგვიმართავს. ხოლო ნაყოფი სულისაი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, ყუდროება, მარხვა, მოთმინება. მხოლოდ ისინი, ვინ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, მიიღებენ მშვიდობას. ისინი ამ მშვიდობას მთელი ცხოვრება დღითი დღე აგროვებენ და საკუთარ გულში იუნჯებენ. მსგავსად ფუტკრისა, რომელიც შრომობს მთელი დღე და ყვავილებიდან თაფლისათვის ნექტარს იღებს. ჩვენც მთელი ცხოვრება უფალს უნდა ვემსახუროთ, სულს და არა ხორცს, და ასე წვეთ-წვეთად მოვაგროვოთ მშვიდობით ახსავსე სულის საზრდო. დაფიქრდით, განა შეიძლება სულიწმინდამ სამყარო სულმა ვნებებით ახსავსე გულში დაივანოს. განა შეიძლება სულიწმინდის ტაძრად იქცეს გული, რომელიც ავხორცობისა და ვერცხლის მოყვარეობის ვნებებს დამორჩილებია, სადაც დემონური ამპარტავნება და შური ბინადრობს. არამც და არამც. სულიწმინდა არასოდეს შევა ვნებებით სავსე გულში, იქ მისი ადგილი არ არის. მაშასე, თუ გსურთ, რომ თქვენი გარდაცვალება ნეტარ მიძინებად იქცეს, ცხადია არა ისეთად, როგორც ეს ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობლის შემთხვევაში აღსრულდა. გაისარჯეთ სულისათვის და დაიმორჩილეთ ხორცი. ეს საკმაოდ რთულია და მთელი სიცოცხლის მიზნად უნდა იქცეს. ეს დიდი ღვაწლია. ჩემს საუბარს კი პავლე მოციქულის სიტყვებით დავასრულებ. ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან მოგეცინ თქვენ მშვიდობა იმ არადის ყოვლითავე სახითა. უფალი თქვენ ყოველთა თანა. ამინ. შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება, წმინდა ლუკა ყირიმელის ლოცვები, რომ ჩვენი ცხოვრება მართლაც ისე განვლოთ შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენი აღსასრული არ იყოს მძიმე და ისეთი საშინელი, როგორიც აღწერა, რა თქმა უნდა, წმინდა ლუკამ ყველაზე მძიმე მაგალითი მოიყვანა განდგომილი მღვდლის გარდაცვალებისა. ამით რა თქმა უნდა მას რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რომ ყველა ადამიანს მოელის ან ერთი, ან მეორე. ან ადამიანი ცხოვრობს ღვთისმსათნო ცხოვრებით და მისი აღსასრული ნეტარია და მას ანგელოზები დახვდებიან, როდესაც ამ ქვეყნიდან გავა,
ან ადამიანი ცხოვრობს საკუთარი ნებით, ისე როგორც მას სურს და მაშინ სამწუხაროდ ესეთ ადამიანს ხდებიან ბოროტი სულები და მისი აღსასრული რა თქმა უნდა მტანჯველი. სულ ბოლო აბზაცი ნახეთ წმინდა ლუკა მეც ხშირად გიმეორებთ ხოლმე ამას. რას ამბობს რომ ღვთის მცნებებით ცხოვრება მოხვეჭა იმ მშვიდობისა, რომ მშვიდობაზეც წმინდა ლუკა საუბრობდა და რა კარგად შეადარა, ხო აი სანამ ამ აბზაცს გავიმეორებ, რა კარგად შეადარა, ხო აი მშვიდობაო, რომელიც ამ ქვეყნიური არისო, ესო არისო რაღაცა უბედურების თავიდან აცილებაზე დამოკიდებული. დღეს მშვიდობა ხვალ ომი იქნება და მართლაც ესე არის. და გარდა იმისაო, რომ ქვეყნები ერთმანეთს ებრძვიანო, ჩვენ ერთმანეთს ვებრძვითო ადამიანები. დაკვირვებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას აკვირდება, აუცილებლად დაეთანხმება წმინდა ლუკას ამ გამონათქვამში. ჩვენც ერთმანეთს ვებრძვით. გამუდმებით. და აი ჩვენი მშვიდობა აი ამაზეა დამყარებული ხოლმე, რომ მანამდე ვართ მშვიდად, სანამ ვიღაცა თავს დაგვესხმება. აი როგორც კი ვიღაცა თავს დაგვესხმება, იმ წუთას ჩვენ მშვიდობას დავკარგავთ ხოლმე. და პირიქით, როცა ჩვენ ვიღაცას დავესხმებით, ისიც კარგავს მშვიდობას და აი ეს ორომტრიალი, ეს გაუგებრობა, უთანხმოება, წყენა, აი ეს ყველაფერი სწორედ ამის გამო არის. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები სამწუხაროდ არ ეძებენ იმ ერთადერთ მშვიდობას, რომელიც არის ურხევი. ეს არის სულიწმინდის მიერ მონიჭებული მშვიდობა. თუ ადამიანმა ეს მშვიდობა მოიხვეჭა, მას არანაირი გარე ფაქტორი უკვე აღარ ცვლის. აღარანაირი გარე ფაქტორი ასეთ ადამიანის მშვიდობას არ დააკარგინებს. აი სულ რო წაიყვანოს და მთელმა დედამიწამ ლანძღოს, აგინოს, ჯვარცაცვას, ის მშვიდობას მაინც არ დაკარგავს. სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანს სწორედ ეს არის მის ეკლესიის სწავლებისა. ეკლესია, როდესაც ადამიანს ეუბნება, რომ შენ თუ ღვთის მცნებებს დაიცავ, იქნები ბედნიერი, უმრავლესობა ადამიანისა ფიქრობს, რომ ბედნიერება, ესე იგი მე მექნება ჯანმრთელობა, მე მექნება ესე ვთქვათ, ქონება, სიმდიდრე, ყველა პატივს მცემს და ისევ სამწუხაროდ ისევ მიწაზე ეჯაჭვება თვითონ ადამიანი და ფიქრობს, რომ აი ეს ბედნიერება ამაში გამოიხატება. რა თქმა უნდა, ასეთ ბედნიერებას ადამიანი ვერ იღებს და მერე იმედი უცრულდება ხო. ბედნიერებას ეკლესია უძახის მშვიდობას ადამიანის გულში. ეს არის ერთადერთი ნამდვილი და ურყევი ბედნიერება. დანარჩენი ყველაფერი სწრაფწარმავალი ბედნიერება. რაც არ უნდა კონდეს ადამიანს. კარგი მეგობრები, კარგი ოჯახი, რაც გინდა კონდეს ადამიანს, ყველაფერი მაინც წარმავალი. ერთადერთი არის აი ეს მშვიდობა, რომელსაც სულიწმინდის მიღებით ადამიანი აღწევს და აღარ გავაგზავნებ სიტყვას, ძალიან კარგად ჩამოთვალა თუ როგორ უნდა მიაღწიოს და აგვიხსნა წმინდა ლუკამ ადამიანმა ამ ყველაფერს. მაგრამ აი ბოლო აბზაცი რას ამბობს ხო? ეს საკმაოდ რთულია და მთელი სიცოცხლის მიზნად უნდა იქცეს. ეს დიდი ღვაწლია. აი ეს უნდა გავიაზროთ უპირველეს ყოვლისა თითოეულმა ჩვენთაგან. რომ აი ახლა რაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ, ეს ძალიან რთული მისაღწევია. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდეთ და თქვათ, რომ აუ ძალიან რთულია და ეხლა ჩვენ ამას ვერ მივახცევთ. არა. ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გეუბნებით, რომ მეტი მონდომება გამოვიჩინოთ. როდესაც ვამბობთ, რომ ეს ძალიან რთულია, ნიშნავს, რომ ეს ჩვენი მხრიდან შრომას მოითხოვს. ჩვენი მხრიდან გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს. საკუთარი თავის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, მუდმივ დაძაბულობას მოითხოვს. სულ ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ აბა მე სწორად ეს იოლი არ გეგონოთ. ვისაც თავის თავზე ეს ღვაწლი აუღია, მიხვდება, რასაც საუბრობ. ძალიან რთული არის, ვიდა ადამიანი სულ მუდამ საკუთარ თავს ებრძვი. აი როგორია დაფიქრდით. სულ მუდამ უნდა ებრძოლო საკუთარ თავს. ფიქრი, სიტყვა, მოქმედება, ყველაფერი უნდა დაიჭირო. და როგორც წესი,
მერე ეშმაკი გებრძვის გეუბნება სულ შენ როგორ ხარ მტყანი კაცო აგე ის ესეთია უპასუხე დებილად ჩაფთვლიან ასეთად ჩაფთვლიან ისეთად ჩაფთვლიან უამრავ მიზეზს მოიყვანს ეშმაკი და აი აქ ჭირდება ადამიანი ეს არის რთული აქ ჭირდება ადამიანს მხნეობა სიბრძნე რომ არ დანებდეს და ერთადერთ მტრად საკუთარი თავი გამოაცხადოს რატომ იმიტომ რომ ის მშვიდობა რაზეც ვისაუბრეთ მხოლოდ ესე მიიღწევა სხვანაირად არ მიიღწევა თუ ადამიანი ეძებს იქ აქ მეზობელში მეგობარში ნათესავში და გონია რომ იქ არის მისი მშვიდობის დაკარგვის პრობლემა ცდარია ეს ყველაფერი იმიტომ რომ დღეს მეზობელი იყო ხვალ ცოლი იქნება ზეგშვილი იქნება მასე თანამშრომელი იქნება ეშმაკი სულ გამოაჩენს ადამიანს ვინც თავზე დაესხნება დაგესხნება სულ ამის გასაჭირი დამიჯერეთ ეშმაკს არ აქვს ყოველთვის იპოვის ადამიანს ვის სისუსტეცაც გამოიყენებს იმისათვის რომ თქვენ მშვიდობა დაგაკარგინოთ ჩვენ მშვიდობა დაგვაკარგინოს ამის პრობლემა მას არ ექნება მასალა არ დაუმთავრდება იმიტომ რომ რომელი ჩვენთაგან ეხლა აი რომელი გაბედავს და იტყვის რომ ან ეგოიზმით არა ვარ ცავსე ან ამპარტავნებით არა ვარ ცავსე ან შურით არა ვარ ცავსე ან თავმოყარეობით ცავსე არა ვარ რომელი ჩვენთაგანი იტყვის და ეხლა ეს რაც ჩამოვთვალე და კიდე ბევრია ჩამოსათვლელი ყველაფერი არის ნოყიერი ნიადაგი ეშმაკისთვის აი ამ ვნებებით თითოეულ ჩვენთაგანს მართავს ის ხან მე აღმძრავს თქვენს წინააღმდეგ ხან თქვენ აგზრავთ ჩემ წინააღმდეგ და ასე ეს მშვიდობა ყოველთვის დაკარგული არის მაგრამ თუ ადამიანი კიდე ერთხელ გავიმეორებთ საკუთარ თავს მტრად გამოაცხადებს და არენდობა საკუთარ თავს ეს რას ნიშნავს რომ ადამიანმა აღიარა რომ ის არის ამპარტავანი აქედან გამომდინარე საკუთარ აზრებს აღარენდობა იმიტომ რომ იცის რომ ეს აზრები ამპარტავნებით შეიძლება იყოს შესვარული და ამპარტავნების ეშმაკი შეიძლება კარნახობდეს მას შურის ეშმაკი შეიძლება კარნახობდეს მას მიხდით ხომ სიბილწის ეშმაკი შეიძლება კარნახობდეს მას ამა თუ იმ სიტყვას თუ მოქმედებას თუ ფიქრს აქედან გამომდინარე ადამიანი არენდობა საკუთარ თავს რატომ იმიტომ რომ რაც ჩამოვთვალეთ ეს თუ ჩემშია მაშინ მე ხო მონავარ ეშმაკის სანამ ამადგან არ გამთავისუფლდები ამიტომ არ ვენდობი საკუთარ თავს არ ვენდობი საკუთარ თავს და ვენდობი მხოლოდ წმინდა წერილს ვენდობი წმინდა მამებს ვემორჩილები რაც შეიძლება მეც ვკითხულობ არაფერს არ უჯერებ საკუთარ თავს გავმეორდები მეათეჯერ უკვე და თუ ეს აი ეს არის რთული მაგრამ თუ ადამიანი ამ ღვაწლს იტვირთავს ნაბიჯ ეს ადამიანი მოიმკის აი იმ საფრთხო მშვიდობას რომელიც უკვე არასდროს არ შეირყევა როგორ გონიათ რომ აი სერაფიმ საროველი ახსენა და სერაფიმ საროველს მტერი არ ყავდა უამრავი თქვენ გონიათ რომ რა ღვთისმშობელს მტერი არ ყავდა ან პავლე მოციქულს მტერი არ ყავდა ან რომელიმე წმინდანს რა თქმა უნდა უამრავი მაგრამ ისინი მშვიდობას არ კარგავდნენ იმიტომ რომ მათ ის მშვიდობა ჰქონდათ მოხვეჭილი რომელსაც უკვე გარე ფაქტორები ვეღარ არყევს მერთმა მოგმადლოს ეს მშვიდობა თუმცა როგორც წმინდა ლუკამ თქვა კიდევ ერთხელ მესამეჯერ გავიმეორებ ეს ძალიან ძნელია ეს იოლად და ისე შემთხვევით არ მოდის ამას ჭირდება ადამიანის მიერ ლოცვა მარხვა მუხმოდრეკა ლოცვებზე ყურადღებით ყოფნა აი აქ თქვენ როდესაც მოდიხართ ნებისმიერ წირვაზე მაგრამ განსაკუთრებით დღესასწაულებზე აი თუ ერთხელ თავს შრომას იდებთ და ბოლომდე გაჩერდებით და ეცდებით რომ ყურადღებით მოისმინოთ რა იკითხება და რა აზრები მოწოდებას ცდილობს ეკლესია თქვენამდე დამიჯერეთ გაოცებული დარჩებით და ძალიან დიდ სარგებელს მიიღებთ როცა ეკლესიიდან გახვალთ სულ სხვანაირი აზრები გაგიჩნდებათ თავში მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ესე არ ვაკეთებთ ჩვენ იცით როგორ უდგებით
წირვას მაპატიეთ თუ ცოტა უხეშად გამოჩნდება ჩვენ ესე უდგებით რომ აი როგორც სახში ხელოსანს რომ მივიყვანთ ვაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ და ჩვენ საქმეს ვაგრძელებთ და მე ის გააკეთებს და მოგწონს იმის გაკეთებული და სარგებლობთ მის დაახლოებით ესე უდგებით სამწუხაროდ მოვდივართ მღვდლები სტიქაროსნები მგალობლები თავის საქმეს აკეთებენ ჩვენ გარეთ გავალთ ვისეირნებთ ან საქმეზე ვიფიქრებთ იმ დროს რაღაც საქმეებს დავალაგებთ როგორ უნდა გავაკეთოთ რანაირად უნდა გავაკეთოთ და მე სახში რო წავალთ გონია რომ ეხლა ჩვენ შედეგს მივიღებთ ისე როგორც ხელოსნის შემთხვევაში სახში შედეგი მივიღებთ აქ ესე არ ხდება თუ ადამიანი თვითონ არ მონაწილეობს თუ ადამიანი თვითონ არ ირჯება რომ მოისმინოს და გულთან შეუშვას ის რაც აქ ითქვა მაშინ არათუ ისეთივე მიდის როგორიც მოვიდა არამედ პირიქით დასჯილი მიდის რატომ იმიტომ რომ მან შეურაცხო ის ყველაფერი რაც აქ მოხდა თითოეული ჩვენთაგანი სკოლაში ვსწავლობდით ხო მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რა იყო როდესაც მოწაფე კლასში იჯდა და არ უსმენდა მათ კიდე უფრო დიდი შეურაცხყოფა იყო თუ კლასში იჯდა არ უსმენდა და სხვას ელაპარაკებოდა და კიდე უფრო დიდი შეურაცხყოფა იყო თუ საერთოდ ადგებოდა და გავიდოდა იმიტომ რომ მას ესე მოუნდებოდა წარმოიდგინეთ ეს შეურაცხყოფაა უბრალოდ ჩვენაირი ადამიანისთვის რომელსაც მასწავლებლის სტატუსი აქვს ეს შეურაცხყოფა არის იმ საგნისთვის რომელსაც ის მასწავლებელი ასწავლის ამაზე ყველა ჩვენთაგანი ვთანხმდებით მაგრამ როდესაც ეს ეხება ღმერთს რატომღაც ეს ყველაფერი გვავიწყდება ელემენტარული ზრდილობის აი ის ზღვარსაც კი ვკარგავთ როდესაც ღმერთს ეხება შემოვდივართ როცა გვინდა გავდივართ როცა გვინდა შემოვდივართ ერთმანეთს გადავლაპარაკებთ ამას რატო ვამბობ ისევ იმ ბოლოებსაც დაუბრუნდები საქმე შვიდობის მოხოჭისა ანუ ღმერთთან დაახლოების არის ძალიან რთული ამაზე ესე ზერელად მოკიდება რომ მიცით რა მე როცა მინდა მაშინ როცა მინდა არა მე იქ საქმე მქონდა აქ წამოვედი იქ წავედი იცი რა ესე არ გამოვა უბრალოდ თვეში ერთხელ სამ თვეში ერთხელ ეკლესიაში მისვლით ზოგი წელიწადში ზოგი ორ წელიწადში ერთხელ რა თქმა უნდა ჩვენ კაცო იმედი გვაქვს რომ ღმერთი ყველა შეიწყალებს და ავაზაკიაგე მთელი ცხოვრება ავაზაკობდა და ჯვარზე შეინანა და ჯვარზე აღიარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ცხონდა ამის მაგალითებიც ბევრია მაგრამ ახლა ნამეტანი ამის იმედით ნუ ვიქნებით ერთმა შეგვაძლებინოს რომ მთელი გულის ყურით მოვეკიდოთ საკუთარი მარადიული ხვედრის გადაწყვეტის საქმეს ღმერთმა დაგლოცო და გაგვართ